პირველ კლასელთა საყოველთაო რეგისტრაცია დაიწყო. ახალი სასწავლო წელი, ახალი სასკოლო ფორმები, ახალი სახელმძღვანელოები, ცვლილებების ზოგადი განათლების შესახებ კანონში. ჩვენი სტუმარია საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ქალბატონი თამარ მახარაშვილი. მოგესალმებით ქალბატონო თამარ. სამშვიდობისა, მადლობა ბრძანებისთვის და ამ ძალიან მნიშვნელოვან თემაზე ვიწყებთ საუბარს. პირველ კლასელთა რეგისტრაცია უკვე დაიწყო და ის ივლისის ბოლომდე გაგრძელდება. თუმცა ვებგვერდზე არის ყველანაირი ინფორმაცია დატანილი, მაგრამ კიდე ერთხელ შეგვიძლია შევახსენოთ რა დოკუმენტების ნუსხა სჭირდებათ მშობლებს, რომ რეგისტრაცია გაიაროს. თან განსაკუთრებით ქართველებს სულ შეხსენება და ხშირად გჭირდება ხოლმე. მით უმეტეს თუ კი ვიტყვით, რომ საყოველთაო რეგისტრაცია დაიწყო გუშინ, თორე რეგისტრაცია პირველ კლასელებისა უკვე დაწყებულია კარგა ხანია. პირველი ეტაპი ჩვენი რეგისტრაციის ყოველთვის არის ხოლმე სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვთა რეგისტრაცია, ეს უკვე განვლილი ეტაპია. მეორე ეტაპია ძმის და მესამე ეტაპი აქამდე იყო ყოველთვის საყოველთაო რეგისტრაცია, რომელსაც ყოველთვის ელოდება ყველა. და ნუ აი პირდაპირ არიან მობილიზებულები, რომ რაც შეიძლება სწრაფად შეაყენოს შესაბამის დოკუმენტაცია. წელს გვაქვს სიახლე, მოდი ეს სიახლეს კიდევ ერთხელ გავიმეოროთ. რეალურად ამ სიახლეს სახელად ქვია ტერიტორიული პრინციპით რეგისტრაცია, რომელიც მესამე ეტაპად უკვე ისჩაჯდა და დავასრულეთ ეს ეტაპი. ძალიან ადვილია უბრალოდ სათქმელად, რომ გამოგვივიდა რა კარგია ტერიტორიული პრინციპით რეგისტრაცია. უდიდესი შრომა, კოლოსალური ედო ამას უკან, იმიტომ რომ წლიდან წლამდე თქვენ იცით, რომ ყოველთვის პირველ კლასელთა რეგისტრაციაზე მოვდიოდით ხოლმე განათლების სამინისტროდან. კითხვას გვისვამდნენ ყოველთვის და როდის იქნება ტერიტორიული პრინციპით რეგისტრაციის შესაძლებლობა. რას ნიშნავს ეს? ნიშნავს იმას, რომ მე ვიდრე საყოველთაო რეგისტრაციას გამოაცხადებ სისტემა, მომეცი საშუალება სახლთან ახლოს, ვთქვათ ყურის ძირთან რომ აქვს სკოლა, პრიორიტეტულად მე მომეცი საშუალება, ჯერმე და არ უნდა დავიჩაგრო მე, იმიტომ რომ სწრაფად ვერ მოვახერხო. პარლამენტში გივი მიქანაძე ჩვენი მინისტრი რომ იყო კომიტეტის თავმჯდომარე, მაშინ დაიწყო ამ თემაზე მუშაობა, რომ როგორ ვერ უნდა გავაკეთოთ ესო და ძალიან მიხარია, რომ მართლა შევძელით და შევძელით კიდე რა მახარებს. მარტო განათლების სამინისტრომ კი არა. ყველა უწყება ჩაერთო, ვისაც ჰქონდა რაიმე ტიპის გამოცდილება, აი სასკოლო უბნების, დაუბნების პრინციპი და უკვე ხვდებით, რომ ცესკო ძალიან შეგვეხიდა და გამოგვადგა. ერთ-ერთზე ვერ დაჯდა სასკოლო უბანი და ცესკო არჩევნების მიზნებისთვის, მაგრამ პრინციპები გვასწავლეს, თემა გვასწავლეს და 6 თვე ვაკეთებდით ამას. ტერიტორიული პრინციპით რეგისტრაციას მორჩა, ეს რას ნიშნავს, რომ დაუბნების შემდეგ პრიორიტეტი მივეცით ჩაწერის მიხედვით, ვინცად იყო ჩაწერილი, თქვათ კონკრეტულ სკოლაში 100 ადგილი თუ ქონდა, 80 ტერიტორიული პრინციპით რეგისტრაციას, მაგრამ დაგაპრიორიტეტეთ თქვენ სახლთან ახლოს სკოლებში, რომ დაგერეგისტრირებულიყავით. ეს ეტაპი მოურჩი წარმატებულად, კიდევ ერთხელ მადლობა ყველას, ვინც დაგვეხმარა აი ამ ყველაფერში და გუშინ დავიწყეთ საყოველთაო რეგისტრაცია. აი ამ სამ ეტაპში, ვიდრე საყოველთაოს დავიწყებდით, უკვე დარეგისტრირებულია 23,000-მდე ბავშვი. გუშინ დავიწყეთ საყოველთაო რეგისტრაცია, 15 ივნისს დავიწყეთ და 3 ივლისის ჩათვლით გასტანს რეგისტრაცია. რეგისტრაცია მიმდინარეობს მართვის საინფორმაციო სისტემის ვებგვერდზე, ელექტრონული რეგისტრაცია, registration.emis.g. გუშინვე 8,000-ზე მეტი ბავშვი დარეგისტრირდა სისტემაში. ჩვენ გონივრულ დროს ვაძლევთ ხოლმე, ნახეთ 15 ივნისიდან 3 ივლისის ჩათვლით, რომ მშობლებმა მოასწრონ დარეგისტრირება არა და სულ 3 დღე ჭირდება ამ ამბავს, იმიტომ რომ პირველ 3 დღეში ხდება ხოლმე რეალურად დარეგისტრირება. რაც შეეხება, ვისაც ჯერ არ მოუხდენია ბავშვის დარეგისტრირება, წინ დრო გაქვთ 3 ივლისის ჩათვლით. შესაბამის პორტალზე შევდივართ, არ არის ეს რთული ამბავი. შევყავს ბავშვის სახელი, გვარი, პირადი ნომერი, მშობლის სახელი, გვარი, ასევე პირადი ნომერი, ვარჩევთ რეგიონს, რაიონს, შემდეგ სკოლას, სვლას და ასე შემდეგ და ვახდეთ დარეგისტრირებას. აი დარეგისტრირების შემდეგ ერთი რამ მინდა ვთქვა, როგორც კი დაარეგისტრირებთ და შესაბამისი მესიჯი მოგივათ, ერთი რამ არ უნდა დაგვავიწყდეს. უკვე 6 ივლისიდან 17 ივლისის ჩათვლით სკოლაში მიგვაქვს საბუთები. თუ კი, ანუ ეს რეგისტრაცია ელექტრონული მთავრდება იმ შემთხვევაში წარმატებით, თუ კი შესაბამისად უკვე საბუთებსაც დროულად უკვე შემდეგი ახალი სასწავლო წელი, იწყება ახალი სასკოლო ფორმები. ესეც სიახლეა და ამაზე მინდა შეგეძლო. პირველიდან მე-6 კლასის ჩათვლით, ხო? დიახ. პირველიდან მე-6 კლასის ჩათვლით, უბრალოდ ჩვენ როცა გამოვაცხადეთ ბაზრის კვლევა, ეხლა ჩვენ სახელმწიფო რა თქმა უნდა ყველაფერი გამჭვირვალეთ პროცედურულად. ეს სავალდებულოდ არის, ხო? ამას მინდა გავამახვილო
სასწავლო ყურადღება პირველიდან მე-6 კლასის ჩათვლით ეს რა თქმა უნდა ასე რჩება, მაგრამ ბაზრის კვლევაზე რო გავუშვით, იქ შესაბამისმა კომპანიებმა ვერ წარმოადგინეს შესაბამისი დოკუმენტაციები და ამიტომ სექტემბერში 15 სექტემბერს ყველა პირველ კლასელს ეცმევა ფორმა, სადღაც ოქტომბრიდან ნოემბრის ჩათვლით ყველა მეორედან მე-6 კლასის ჩათვლით ჩავაცმევთ ფორმას კი, იმიტომ რომ მეორედ მოგვიწია ისევ ბაზრის კვლევის გამოცხადებამ და ყოველწლიურად დაემატება კიდევ ერთი კლასი და საბოლოო ჯამში მოვიცვავთ მთლიანად 12 კლასის იყო დადებითი, იმიტომ რომ ეს არის სასკოლო კულტურა სკოლისადმი მიკუთვნებულობის განსაკუთრებით. ასე გავიზარდეთ ჩვენ. კი, როგორ მემზადებოდით ფორმას რო ვიცმენთ, წესრიგში უნდა ქონოდა ყველაფერი. და სოციალურად დაუცველ ოჯახებს რა აუცილებლად, კი ბატონო, შესაბამისი 65,000 ქულის ქვემოთ სოციალურად დაუცველებს უკვე სახელმწიფო უზრუნველყოფს მათთვის შესაბამის ფორმას კი. როგორი ხარისხის იქნება ეს ფორმები და დაახლოებით როგორი დიზაინის, როგორი ფერი უკვე გვაინტერესებს. კი ბატონო, იქ დიზაინზეც, ფერზეც, ხარისხზეც სათითაოდ ჩვენ ვიმუშავებთ. ხო, დამტკიცებულია უკვე დიზაინი. დამტკიცებულია ეს მინისტრის მხრიდან. შესაბამისი დარგის სპეციალისტები იყვნენ ჩართული, ეს არ ხდება ერთ დღეში და ორ დღეში არ დიზაინის დამტკიცება. სოფლიო პრაქტიკა და დიზაინის არ შეიცვლება წლებთან ერთად, ხო ასე რაღაც გარკვეული პერიოდი როგორი ჩანაფიქრია. და დაიხვეწოს, რატომაც არა, ჩვენ არა გვაქვს ახლა ესეთი კლიშე, რომ აი ეს უნდა იყოს და მორჩა, მაგრამ ის რასაც ახლა შემოგთავაზეთ და რაც დამტკიცებულია, ამის უკანაც შრომა იდო ამის თქმამდე და ამ შრომის უკან კიდევ ის რომ რა გამოცდილებები არსებობს სოფლიოში. ახალი ველოსიპედები არ გამოგვიგონია ამაში. ყველაზე აპრობირებული ზუსტად ლურჯი ფერია, რატომ ლურჯი შეკითხვა რო იყოს, ფორმა, დიზაინი და ასე შემდეგ, ასევე არის ის რაც არის აპრობირებული. იმაზეც კი ნაფიქრი იყო, მაგალითად კუბოკრული სტილის პიჯაკი აქვს გოგოებს და აი კუბოკრული მათ შორის რა დოზით უნდა ყოფილიყო, თქვა, არ შეიძლება მთლიანად კლასი ცვას კუბოკრული, იმიტომ რომ კონცენტრაციას ანელებს და აი ამ დონეზე ვაჟების ლურჯია. ამიტომ აი ამ დონეზეც კი რა სიხშირით, რა პროცენტით შეიძლება იქ შეჭრა თუნდაც ფერების. ამ დონეზე არის ეს ყველაფერი ნამუშევარი. ხვალდაზე უკეთესი ვერსიები კიდევ ან თუნდაც გამდიდრება ფორმების ნაწილში, რატომაც არა და ყველაზე მთავარი რაც მე მიყვარს ამ ფორმაში არის ჩვენი ეროვნული სიმბოლიკა, ჩვენი გერბი, რომელიც გულზე ექნება ყველას და აი მიმდინარე აქტივობებში კიდე ერთ რამეს გამოვყავდი დისციპლინაზე დავიწყეთ ჩვენ ახლა საუბარი და მიკუთვნებულობაზე და კულტურაზე, სასკოლო კულტურისადმი. მათ შორის მობილურების შენახვის ყველა ძალიან ეს მოწონთ მშობლებს. მობილურების შენახვის წესი გვაქვს და შესაბამისად ანუ როგორ იქნება სკოლაში მისვლისთანავე ჩააბარებენ? მე-6 კლასის ჩათვლით არ არის. პირველიდან მე-12 κλასის ჩათვლით. მე-12 კლასის ჩათვლით. ველას ეხ რა თქმა უნდა. ყურადღების როგორ ჩობილს ძალიან მახარებს. კონცენტრაცია რომ მოხდეს სასწავლო პროცესზე, მასწავლებელიც ალკე გაკვეთილს არ ხსნიდეს და ბავშვი აქ მობილურით არ თამაშობდეს და არ ერთობოდეს, ახლა ამას ძალიან მარტივად გესაუბრებით. მე თორემ წესია გაწერილი როგორ რანაირად როგორ რა თქმა უნდა ჩაბარდება და როგორ. არის ეს ჩვეულებრივი ყუთი. პირველი წელი ალბათ მაინც რთული იქნება ბავშვებისთვის. პირველი წელი ამასთან შეგუება რთული იქნება ბავშვებისთვის, მაგრამ მასწავლებლების მობილიზებული მათთვის კეთდება ეს ყველაფერი და შესაბამისად სასწავლო პროცესი როდესაც დასრულდება, ისევ დაიბრუნებენ თავის მოწყობილობას, მაგრამ ასევე იარსებებს გამონაკლისი. ეხლა ზოგიერთი ბავშვია მაგალითად ჯანდაცვიდან თუ კი შესაბამის დოკუმენტაცია იქნება წარმოდგენილი მის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, ჭირდებოდეს ეს ელექტრომოწყობილი უკავშირდება რომ თქვა დამალება ეგეც ნაფიქრია და გაწერილია კონკრეტული პირები ეცოდინებათ მშობლებს თქვა ვისთან შეუძლია დაკავშირება. მაგალითად ჭირდება ურგენტულად. ასევე ურგენტულ სიტუაციებში გაწერილი პროცედურა არის და უფრო მეტიც ჩვენ STEM ლაბორატორიები გვაქვს, მიმართულებები გვაქვს, STEM-ი გვაქვს გაძლიერებული სასწავლო პროცესში. სასწავლო პროცესში თუ დაჭირდებათ ელექტროსაკომუნიკაციო საშუალებების გამოყენება, მასწავლებლის თანხმობით და მისი თქვა პროცესის ადმინისტრირებით, რა თქმა უნდა გამოიყენებთ. ახალი უკაცრავად. ახალი სასწავლო წელი ახალი სახელმძღვანელოებით იწყება. ამაზე სახელმძღვანელობით ძალიან დიდი თემაა. ყველაფერი რაც მე ჩამოვთვალე ნამდვილად არის ჩვენთვის საამაყო, იცით რატო? აი ყოველგვარი პოზირების გარეშე, იმიტომ რომ ამას ვაკეთებთ გულით და ძალიან დიდი რუდუნებით, იმიტომ რომ ჩვენ შვილებს ეხება, ხო? ეხლა ცოტა ხნის წინ სიუჟეტები ვნახეთ ეს ჩვენი შვილები, არა ჩვეულებრივი გოგო ბიჭები, როგორი ამაყი იყო და როგორი ნიჭიერები, როგორი მაგრები, როგორი შემართულები, რა სიტყვა პასუხით. აი არ ვიცი. და როგორი თავისუფლები. მათთვის ყველაფერი უნდა გაიღო და გააკეთო. ამიტომ ის რაც სიყვარულით კეთდება, შედეგი ყოველთვის აქვს ხოლმე და ყველაზე დიდი სიყვარულით კეთდება სახელმძღვანელოები. ყველაზე ერთ-ერთი დიდი პრობლემა და გამოწვევა იყო სახელმძღვანელო. მე იმედი მაქვს, რომ ამაზე ჩვენ ვიდრე სექტემბერში უკვე ახალ სახელმძღვანელოებს ვნახავთ და ნახავთ პირველ მე-7 და მე-10 კლასში, ჯერჯერობით ასე შედის, პირველ მე-7 და მე-10 კლასში გვექნება ახალი სახელმძღვანელოები. მე იმედი მაქვს, რომ გადაცემებს გავაკეთებთ ამ თემაზე, იმიტომ რომ ეს არის თემა, რომელიც ცალკე უნდა ვისაუბროთ, რა იყო აქამდე, რა
შემოგვაქვს, რა მეთოდოლოგიით, ანუ რა გვინდა, რომ ჩვენ შვილებს ვასწავლოთ. იმიტომ რომ კიდევ ერთხელ, სახელმძღვანელოს დატვირთვა არ არის მხოლოდ საგნის შესწავლა. პირველი, აუცილებლად ის უნდა იყოს ბავშვისთვის გასაგებ ენაზე, ბავშვს არ უნდა დაუქვეითოს თვითშეფასება, არ უნდა იყოს დიდი დოზით, იქ ძალიან ბევრი მდგენელი აქვს და ძალიან გამიჭირდება ხა ამ ფორმატში ამის ჩამოთვლა, მაგრამ ბავშვისთვის უნდა იყოს, ბავშვზე გათვლილი უნდა იყოს და რაც ყველაზე მთავარია, ყველა ჩვენი მიდგომა რა არის, ყველა საგანმა. აღარაფერს ვამბობ ქართულზე, ქართულ ლიტერატურაზე, ენაზე და ისტორიაზე. ყველა საგანმა და ყველა საგნის მასწავლებლმა მეთოდოლოგია რა არის. უნდა უზრუნველყოს ის, რომ დაამთავრებს სკოლას, შეიძლება ფიზიკა, ქიმია, სხვადასხვანაირად იცოდნენ, მაგრამ აი ამ ქვეყნის პატრიოტი მოქალაქე უნდა გამოვიდეს სკოლას. ამიტომ ყველა სახელმძღვანელოს ძირითადი ნიშა და ტრაექტორია სწორედ ეს არის. შიგნით გვაქვს ძალიან ბევრი სურპრიზი. ეტიმოლოგიიდან დაწყებული ამ წერტილიდან იმ წერტილში კი არა, მაგალითად მათემატიკაში რო ვიყავით ხოლმე მიჩვეული, არა. ჩვენი საქართველოს ქალაქები, ჩვენი საქართველოს კუთხეები დიდი დოზით იქნება შემოტანილი ჩვენ სახელმძღვანელოებში, არა მხოლოდ ისტორიასა და ლიტერატურაში, არამედ მათ შორის მათემატიკაში, მათ შორის ფიზიკაში და ვიამაყებთ ჩვენი წარმატება. მასწავლებლის კუთხით კანონში ცვლილებას რაც ეხება. მასწავლებლის კუთხით ყველა ცვლილება, რომელსაც ჩვენ განვახორციელებთ, ახლა ამ დიდი რეფორმის გზაზე ჩვენი მთავარი, როგორ გითხრათ, ელჩები საკლასო ოთახში არიან ჩვენი მასწავლებლები, მათი გაძლიერება, მხარდაჭერა არის უმნიშვნელოვანესი თემა და ამიტომ ძალიან ხშირი ყველა ცვლილება საბოლოო ჯამში, რომ გითხრათ, ემსახურება მასწავლებლის გაძლიერებას. პირველი ცვლილება ამ ბოლო დროს, რაც შევიტანეთ, იყო ის, რომ სპეცმასწავლებლების სისტემაში ჩვენ ბევრი არ გვყავს, ამიტომ შემცვლელი სპეცმასწავლებელი დაგვჭირდა, რომ ესეთი ტერმინი და ცნება შემოგვეტანა, იქაც რა თქმა უნდა შესაბამის კომპეტენციები ვითხოვთ, ანუ არ შეიძლება სპეციალურ საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვი, თუნდაც ერთი კვირა ბიულეტენზე რო გავიდეს მასწავლებელი, ამ ფიზიკურად კონკურსით ვერ მივიყვანოთ სკოლაში, დაგვრჩეს ისე. ამიტომ შემცვლელი მასწავლებელი ოღონდ გამოცხადდება ყველა შემთხვევაში ვაკანსი ერთი და არ ვიცი მე მგონი ვამთავრებთ ხო? კი ბატონო. ნახეთ, პროგრამის მასწავლებელზე მინდა ცალკე გავამახვილო ყურადღება. ჩვენ გვაქვს ესეთი არაჩვეულებრივი პროგრამა ასწავლე საქართველოს. იცით რას ნიშნავს? სადაც დეფიციტია და არ გვყავს მასწავლებლები, მთაში მთაში. მიდიან და ასწავლიან იქ. ამიტომ მისიონერ მასწავლებლებს ვეძახით მათ და აქაც პროგრამას ჩვენ უფრო ვაფართოვებთ და მივცემთ საშუალებას მათ, რომ გარდა იმ ხელფასისა, რომელსაც ისინი იღებენ, მისიონერ პედაგოგებზე აუცილებლად კიდე 1000 სასლარს ვამატებთ, მაგრამ აქ თანხაზე არ არის მთავარი არის, ეს არის საქვეყნო საქმე და მსახურება შენი ქვეყნის. არაჩვეულებრივი სპიკერი გზანდებით. უნდა აღნიშნო, მიხარია ყოველთვის თქვენი სტუმრობა. ახალი სახელმძღვანელოები, ახალი ფორმები და ბევრი მნიშვნელოვანი ცვლილება განათლების სფეროში. წარმატებებს გისურვებთ. ჩვენი განაცემა გრძელდება და სულ მალე დაგიბრუნდებით.